ჯანდაცვის სტანდარტს ბაზელიდან დისტანციურად უერთდება ქართული სამედიცინო დიასპორის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის და აღნიშნული საკითხის მცოდნე ბატონი ბახუტი შენკელი. მივესალმებით მას. მოგესალმებით. დიდი მადლობა, მოგესალმებით. მადლობთ გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მოგესალმებით ბატონო ბახუტი, ძალიან პატივია ჩვენთვის, რომ უკვე მეორედ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ეხლა საკითხი ოდნავ სხვა არის, მაგრამ მაინც უკავშირდება გლობალური ჯანდაცვის იმ ხაზს, რასაც მიყვება ჯანდაცვის სტანდარტი. ვილაპარაკებთ დღეს Big Pharma-ზე. რა არის მაინც, რას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული Big Pharma? როგორი ინტერპრეტაციას მისცემდით ამ ტერმინს, რა ადგილი აქვს მას დღეს გლობალურ ჯანდაცვაში, ჯანდაცვის სისტემების და ზოგადად საზოგადოებისა და ბიზნესის განვითარებაში? ბატონო, მოგახსენებთ. მაგრამ მინდა ასევე დავაფიქსირო ის, რომ დღეს როგორც კერძო პირი ვარ მოწვეული და არ წარმოვარდგენ არც ინდუსტრიის, არც მეცინა და ამჟამინდელი კომპანიის თქვათ ინტერესებს და მათ პოზიციას. მინდა რომ ეს დაფიქსირდეს. ძალიან კარგი კითხვა დამისვლით ბატონო ამირანა. რა არის Big Pharma, დიდი ფარმა? ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი საჯარო ფარმაცევტული კომპანიების ელიტური ჯგუფი, შეიძლება ასე დამარხოთ, რომელშიც შედის Pfizer, Novartis, Roche, Eli & Lilly, რომელთა წლიური შემოსავალი სულ ცოტა $10 მილიარდ უნდა აემატებოს. მათ განასხვავებთ R&D-ში, რასაც კვლევა და ინოვაციის განვითარება ქვია, ძალიან დიდი ინვესტიციები. ეს კომპანიები თავიანთი მოგების საშუალოდ 15-25%-ს მესრომ კვლევებში აბრუნებენ. რაც ნებისმიერი სხვა ინდუსტრიისთვის გამართულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სხვა ინდუსტრიებთან შედარებით. ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ შემიძლია ვთქვა, რომ რევოლუციური წვლილი შეიტანა ჯანდაცვის და უამრავი სასიკვდილო დაავადებების მართულ მდგომარეობამდე გადააქცია, ხო? აი ისტორიულად ფარმაცევტულმა ინოვაციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სიუცხლის განძლობის ზრდაში. 1990-დან 2015 წლამდე გლობალური სიუცხლის განძლობის მატების თითქმის 35% სწორედ ახალი ინოვაციური მედიკამენტების დამსახურება. 2007 წლებში ინოვაციურმა მედიკამენტებმა დამატებით 2 მილიონი ჯანმრთელი სიუცხლის წელი, healthy life expectancy, როგორც ითქვიან, შექმნა ევროპაში, რამაც 27 მილიარდი ევროს მოცულობის პროდუქტიულობის ზრდა გამოიწვია. და გადავხედოთ ისტორიას თქვენ კითხვასთან დაკავშირებით, რა წვლილი შეიტანა კერძოდ სამედიცინო მეცნიერებაში. Რამოდენიმე მაგალითი ამაზე კარგად მეტყველებს. 1928 წელს პელიცინის აღმოჩენამ და ანტიბიოტიკების ახალი კლასების შემუშავებამ 1950-60-იანი წლებში საერთო სიკვდილიანობა 2-3%-ით შეამცირა და სიცოცხლის უსალოდნელი ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წლით გაზრდა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, თუმცა შეიძლება ციფრები მცირედ მოეჩვენოს თქვენს მაყურებელს. დავიღოთ შიცი. ეხლა შიცის დამარცხება ალბათ თანამედროვე მედიცინის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ხო? ეს ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ 1980-იანი წლების სასიკვდილო სენი ქრონიკულ მდგომარეობად გადააქცია და ამჟამად შიცის დასნებული ადამიანი ნორმალური სიცხლით ცხოვრობს. გადავხედოთ ონკოლოგიას, ხო? ახალი ონკოლოგიური პრეპარატები, მათ შორის არჯვეჯირკვლის, ჰემატოლოგიური სიმსივნეების, მელანომის, პროსტატის ასე შემდეგ, აი ესეთი კიბოს მკურნალობის საშუალებები უკვე ავამტყობს კიბოს დამარცხების რეალურ შანსს აძლევს. აი ეს პირველი ასეთი ტრანსფორმაციული გარდატეხა სხვათა შორის კიბოს მკურნალობაში მოიტანა ერთ-ერთმა პირველმა დამიზნებითი თერაპიის პრეპარატმა იმატინიბმა. თუ იმატინიბამდე ქრონიკული მიელოიდური ლეუკემიით დაავადებული ადამიანი საშუალოდ 3-5 წელი ცოცხლობდა, დღეს ასეთი პაციენტების უმრავლესობას გულით ნორმალური სიცხლის განძლება აქვს. თუ ვინმე მიცის C ჰეპატიტისია, ეს ბატონი ამირანი იქნება ალბათ, რადგანაც თქვენმა ძალისხმევამ ეს პროგრამა საქართველოში შემოიტანა. 2010-იან წლებში შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატებმა ეს ვერაგი დაავადება 8-12 კვირაში გამკურნებადი გახადა. მაშინ, როდესაც მანამდე თვეების და წლების განმავლობაში ინტერფერონ მკურნალობას მოითხოვდა არა დამაკმაყოფილებელი ეფექტურობით და ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენებით. უამრავი ღვიძლის ციროზი და კიბოს თავიდან აცილება მოხდა შესაძლებელი. ავიღოთ გულსისაფრთა დაავადებები, რომელსაც ასე ძალიან შევიჩვიე.
ფარმაცევტულმა ინოვაციებმა 60-70%-ით შეამცირეს გულსიზაფხთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ბოლოს ავიღოთ COVID-ი, არც ისე შორეული ისტორიიდან, ხო? 12 თვეზე ნაკლები დასჭირდა ფარმაცევტულ ინდუსტრიას იმისთვის, რომ შეექმნა ვაქცინა, რომელმაც შეიძლება ითქვას მსოფლიო სამედიცინო და ეკონომიკური კატასტროფისგან იხსნა. არც ერთი სხვა ინდუსტრია არ არის ისეთი პროდუქტიული კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებაში, როგორც ფარმა. ამჟამად 20,000-მდე ახალი აქტიური ფორმარი კლინიკური კვლევების სხვადასხვა ფაზაში და წელიწადში 50-მდე ახალი პრეპარატი მტკიცდება FDA-ის მიმართ. ეხლა გადავხედოთ სხვა საკითხს. ეს ორიოდე სიტყვით ვისაუბროთ თუ რა უჭდება საზოგადოებას ეს სიკეთე. 2025 წელს წლიური დანახარჯი მედიკამენტებზე მსოფლიო მასშტაბით იყო დაახლოებით 1.7 ტრილიონი დოლარი. ეს ციფრი 2030 წლამდე დაახლოებით 2.4 ტრილიონამდე შეიძლება გაიზარდოს. გლობალური დანახარჯი მედიკამენტებზე ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით გაორმაგდა. ზოგადი აღთქმა ისეთია, რომ ფარმაცევტული დანახარჯები ძალიან სერიოზულ თვითად აწევს ჯანდაცვის სექტორს. მაგრამ სინამდვილე ცოტა სხვანაირია. აი მედიკამენტებზე დანახარჯების ხვედრითი წილი საერთო ჯანდაცვის დანახარჯებში OECD-ის ქვეყნებში მერყეობს 14-დან 17%. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვაზე დახარჯული ყოველ 1 დოლარიდან 85 ცენტი მოდის საავადმყოფოების შენახვაზე, პერსონალზე, ადმინისტრაციაზე და ასე შემდეგ. მეორე ფაქტოდ გავრცელებული, მაგრამ ასევე არც ისე სწორი აზრია ის, რომ თითქოს ფარმაცევტული დანახარჯები ისე სწრაფად იზრდება, რომ ეს წალეკვით ემუქრება ჯანდაცვის სისტემას. თუ შევხედავთ ბოლო 15 წელს, ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ფარმაცევტულ პროდუქციაზე დანახარჯების კვადრიტი წილი ზოგად ჯანდაცვის ხარჯები საერთოდ არ გასდიოდა და პირიქით ოდნავ შემცირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტებზე დანახარჯების რის ტემპი ჯანდაცვის ზოგადი ხარჯების რის ტემპთან თანხვედრაში ან ცოტათი ჩამოვარდება. ამის მიზეზი არის ფასების მკაცრი კონტროლი, მაგრამ უფრო მეტად ჯენერიკებით პატენტური მედიკამენტების ჩანაცვლება. მაგალითად 2029 წლამდე უკაცრავად პატენტის ამოწურვის გამო გლობალურად 220 მილიარდ დოლარზე მეტი ბრენდული ღირებულება გაქრება და ეს წინა 5 წელთან შედარებით 3-ჯერ მაღალია. ეხლა მინდა შევეხო იმას, თუ რა გავლენა აქვს ფარმაცევტულ სექტორს ზოგადად ეკონომიკას. ჩვენ ზემო დავასახელეთ ციფრები, რომლებიც კოლოსალურია, მაგრამ ამ ციფრებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ეკონომიურ სტიმულაციაზე, ხო? ბატონო ბახუტი, ჩაგერთვებით, ბოდიში, იმიტომ რომ შემდეგი კითხვა ზუსტად ეკონომიკურ ჭრილში გვაინტერესებდა თქვენგან მოგვესმინა, ანუ ერთი big pharma, რომელიც სიახლეების, ინოვაციების, მეცნიერების წინაპირობა არის, მათ შორის ეკონომიკის განვითარებისთვის რამდენად წინაპირობა არის, თუ შესაძლოა კიდევ დამატებით მაინც ყველაფერთან ერთად, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ big pharma დღეს მაინც უფრო მეტად შესაძლოა, რომ პრობლემასაც კი წარმოადგენდეს საზოგადოებისთვის, ანუ რომელს უფრო მეტად აბალანსებს. მოსასახად გეტყვით, რომ სარგებელი როგორც ეკონომიური, ასევე ჯანდაცვის სისტემისთვის big pharma-ისგან უფრო მეტია და ვერანაირად ვერ მივცემდი ამას იმის კვალიფიკაციას, რომ big pharma პრობლემას ქმნის საზოგადოებისათვის და ძალიან კარგი კითხვაა და შევეცდები რომ გიპასუხოთ. აი, როგორც ზემოთ თქვი, თუ მსოფლიომ დახარჯა დაახლოებით 1.7 ტრილიონი ძამლებზე, ხო, 2022 წლის სტატისტიკა გამოვიყვანე, ინდუსტრია ამავდროულად 2.3 ტრილიონი დოლარის ღირებულება შემატა გლობალურ ეკონომიკას, გლობალურ შიდა პროდუქტ GDP-ს, ხო? ესე იგი, როგორც ხედავთ, მონაგები დანახარჯს გაცილებით აჭარბებს. უბრალოდ საქმე იმაში, რომ ეს მონაგები ზოგადად ეკონომიკაში ბრუნდება და არა ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტში, ამიტომ თუ ამას ჯანდაცვის მინისტრის თვალით ვუყურებთ, მისთვის ეს ხარჯებია, მაგრამ თუ ამას ეკონომიკის მინისტრის თვალსაჩინოდან შევხედავთ, ხო, მაშინ ეს დანახარჯები არის ინვესტიცია ეკონომიკას სტიმულირება. რა, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში პირდაპირ დასაქმებულია დაახლოებით 5.56 მილიონი ადამიანი. ყოველ ერთ სამუშაო ადგილზე ინდუსტრიაში იქმნება 8.5 სამუშაო ადგილი გლობალური მიწოდების ჯაჭვში. როგორც ხშირად საუბრობენ, მთლიანად ფარმაცევტული მრეწველობის და ზოგადად ფარმა ინდუსტრიის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ big pharma-ზე მოდის, არა? თუ რანაირად არის ეს?
ეს ნელ-ნელა აი მაგალითად ჩვენ როგორც პატარა ქვეყანა ვერ ვიქნებით Big Pharma-ს წევრი. ჩვენთან არის ფარმაცევტული წარმოება, მაგრამ ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება როგორც Big Pharma-ს წარმომადგენელი, ხო? დიახ, ამაში დაგეთანხმებით Big Pharma ეს ჩამოყალიბდა და ისტორიულად ეს საკმაოდ ძალიან დიდი ინვესტიციები ჭირდება რომ ამ ლიგაში გახვიდე, მაგრამ საინტერესო დინამიკა იკვეთება ის რომ დღესდღეობით აი თუ გადავხედათ კლინიკური კვლევების pipelines, ну დაახლოებით 60%-მდე აღწევს იმ კომპანიების კონტრიბუცია, რომლებიც აი კლინიკურ კვლევებში მონაწილეობენ და ახალ ინოვაციებს ქმნიან, რომლებიც არ ეკუთვნიან Big Pharma-ს. ეს არის ბიოტექ სტარტაპები, ასე ვთქვათ, წარმოდგენები, ძალიან ხშირ შემთხვევაში საუნივერსიტეტო ბაზაზე აღმოცენებული, ან მასთან ასოცირებული, რომლებიც დღესდღეობით ფინანსდება ან venture capital-ით, ესე იგი ინვესტორების მიერ, კერძო ინვესტორებით, ან ვთქვათ, მას შეიძენს რაღაც გარკვეულ ეტაპზე დიდი ფარმა. ასე რომ თვითონ დამოუკიდებლად აი ასეთ პატარა კომპანიებს, რომლებიც კომერციალიზაციის და მისი ბოლომდე მიყვანის რესურსები არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს. მაგრამ ძალიან გააქტიურებული არის აი ესეთი პატარა კომპანიების როლი ახალი ინოვაციების შემოტანაში, რომელიც შემდეგ უკვე მეორე, მესამე კლინიკური კვლევის ფაზიდან ხშირად ხდება დიდი ფარმის ხარდაჭერით უკვე ბაზარზე. იმიტომ რომ ძალიან სარისკო საქმეა და ასეთ კომპანიებს ხშირად არ აქვს იმისი უნარი, რომ ეს ბაზარზე წარმატებულად მიიტანონ. რა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამაზე შეიძლება შემდეგაც ვცაუბროთ, როგორ ახდენს დიდი ფარმა აი ასეთი მცირე კომპანიების და საუნივერსიტეტო ეკოსისტემის სტიმულირებას იმის იმედით, რომ აქ აღმოცენებული ინოვაცია შემდეგ ვთქვათ აი სწორედ ამაზე მქონდა ხოლმე ხშირად საუბარი ჩვენთანაც. ახლა საქართველოში რა თქმა უნდა ჩვენ თავიდან ბოლომდე წამლის წარმოებას დიდი ბლოკბასტერების ვერ უზრუნველყოფთ, მაგრამ იდეები ბევრია და შეიძლება ეს სტარტაპი განვითარდეს, რომელიც შემდეგ თუ კაი სტარტაპია იყიდოს მერე Big Pharma. ხო შესაძლებელია ასეთი, ვთქვათ, შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის აუცილებელია რომ სამეცნიერო პოტენციალი არსებობდეს ქვეყანაში. და თქვენ უფრო ჩახედული ხართ ამაში. საჭიროა რომ ეს ფუნდამენტური მეცნიერება ფინანსდებოდეს. შეიძლება ეს დაფინანსება თქვათ გარედანაც მიიღოს რაღაცა როგორც ინკუბატორის ვარიანტში, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან ესე თქვათ, როგორც ინგლისურად იტყვიან sustain, გაგრძობითი ინვესტიცია, ხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც თქვათ რაღაც ინოვაციური წამლები შეიქმნას. ხო არის ასეთი მითუ წამლებიც, რომლებიც უკვე თქვათ ან გენერიკების, ესეთი ადგილობრივი კომპანიებიც რომ არსებობდეს, ეს გარკვეულწილად შეგვაცმოდეს. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა პატარა ქვეყანაში თავისი წარმოება რო არსებობდეს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ წამლის ფასი უფრო დაბალი იქნება. ხანდახან მეტიც არსებობს ასეთი ცნება, როგორც არის economies of scale, ხო? როცა უფრო დიდი შესაძლებლობები გაქვს, დიდი ინფრასტრუქტურა გაქვს, მაშინ წარმოების ფასი უფრო დაბალია. ხო, ასე რომ აი ამას ესეთი შეხედვა ჭირდება ეკონომიურ კურსში, რა ჯობია, მაგრამ რომ არსებობდეს ქვეყანაში ძლიერი, ესე იგი სამეცნიერო ფუნდამენტური კვლევების ბაზა, შესაძლებელია რომ რა თქვა ეს როგორია კონკურენცია დღეს Big Pharma-ში ევროპასა და ამერიკას შორის? თქვენ ორივე კონტინენტის გამოცდილება გაქვთ. ძალიან საინტერესო კითხვა დასვით. ეხლა ეს გეოპოლიტიკური კარტეხილები, რომლებშიც ჩვენ გავდივართ, ამაზე ძალიან მოქმედებს. და ძალიან მსგავსი ანალოგია იმასთან თუ რაც ხდება ნატოში. ამერიკასა და ევროპას შორის თქვათ კამათი. როგორც იცით, აი ამ მთლიანი შემოსავლების აღარაც თქვი ხო, 1.7 მილიარდი ტრილიონი იხარჯება ფარმაზე. აქედან 40% არის ამერიკის კონტრიბუცია. წარმოვიდგინეთ, ერთი ქვეყანა ხარჯავს ამის 40%-ს და ასეთი მოსაზრება არსებობს მით უმეტეს დღევანდელ ადმინისტრაციაში, შეერთებულ შტატებში, რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო არ უნდა იყოს free riders, როგორც იტყვიან, ამერიკის ხარჯზე არ უნდა აფინანსებდეს ინდუსტრიას და მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ევროპის, განსაკუთრებით G6-ის ქვეყნებს, რომ მათაც ანალოგიურად გააკეთონ ინვესტიცია ინოვაციურ მედიცინაში. ამჟამად ეს ევროპა ცოტა კარგავს მიმზიდველობას ფარმაცევტული ინდუსტრიისათვის და ხშირ შემთხვევაში განიხილება, რომ ეს ძალიან დიდი
პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს სამომავლოდ, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა პრინციპში ცდილობს, რომ ეს life science industry, ფარმაცევტული ინდუსტრია მოიზიდოს იმ ეკონომიური სარგებლის გამო, რომლისგანაც ალბათ არავინ უარს არ იტყვის. მადლობა. ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბახუტი შენგელია ვიცე-პრეზიდენტის რანგში უწყობოდა ჯანდაცვის პოლიტიკის საზოგადოებრივი ურთიერთობების და მათ შორის ჯანდაცვის სისტემებთან კომერციული პარტნიორობის სფეროს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მულტინაციონალურ შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია ნოვარტისში და ახლა უკვე ახლო მომავლიდან იგი იმავე რანგში იყო ხელმძღვანელებს გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებს კიდევ ერთ უმსხვილეს შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია როშში. შესაბამისად, ბატონო ბახუტი თქვენგან უფრო მეტი გვაინტერესებს თქვენ გამოცდილებაზე რომ უამბოთ და გავაცნოთ თქვენი გეგმებიც მათ შორის ჯანდაცვის სტანდარტის მაყურებლებსაც. კი ბატონო. ჩემი ინდუსტრიაში გადასვლა დაახლოებით 11 წლის წინ მოხდა, მანამდე საერთოდაც არ წარმომედგინა ეს, იმიტომ რომ ძირითადად 15 წელი მანამდე მუშაობდი უფრო საჯარო ორგანიზაციებში, გაერო სისტემაში, მსოფლიო ბანკში, მაგრამ ეს ესეთი შემთხვევით მოხდა ეს გადასვლა და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის აი ეს ინოვაციური პოტენციალი, რომელიც ვნახე, როდესაც პირველად ნოვარტისში გავესაუბრე ხალხს და ძალიან მომეწონა მათი ხედვა. და პირველად მე მათ მითხრეს, რომ გვჭირდება ხალხი შენი გამოცდილების, რადგანაც მოგვცეს საშუალება უკეთესად გავიგოთ, როგორ ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის სისტემებთან, რა ჭირდებათ მათ, როგორ ვესაუბროთ მათ და აი ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ტრაექტორია აღმოჩნდა კარიერული თვალსაზრისით, პროფესიულად, უკვე 11 წელი გავიდა და ამ ინდუსტრიაში ვარ, ძალიან მაინტერესებს და კმაყოფილი ვარ იმ განვითარებით, რომელიც აქ მივიღე და გამოცდილებით. და ნოვარტისშიც და სამომავლოდ როშეშიც მე პირდაპირ კომერციულ საქმიანობაში არ ვარ ჩართული. ჩემი სფეროა უფრო საზოგადოებრივი პოლიტიკა, სტრატეგია, ძირითადად მუშაობ პროექტებზე, რომლებიც მართულია სხვადასხვა დაავადების სფეროში კლინიკური სტანდარტების და ამოწყობის მართვის მეთოდების გაუმჯობესებაზე, რეგულაციების დახვეწაზე, ჰარმონიზაციაზე, რომელიც უფრო მეტი და სწრაფი ინოვაციის შექმნის და პაციენტთან მათი მიწოდების საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი ნოვარტისში კიბოს მკურნალობის სისტემების გაუმჯობესებაზე, ონკოლოგიური პრეპარატების დაფინანსების და ხელმისაწვდომის გამომრჩევაზე და ინოვაციური გადახდის სისტემების დანერგვაზე და ეხლა როშეში ჩემი ფოკუსი იქნება უფრო აი ეს რაც ბატონმა ამირანმა ახსენა, უფრო გეოპოლიტიკური რაკურსი, დაფინანსების სისტემები, ეკონომიური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ფარმაცევტული ინდუსტრიის sustainability როგორი იქნება გრადობასკენ ქვეყნებში გრადობას და იმ საჭირო ინვესტიციას ფარმაცევტულ ინდუსტრიაში რომ შესაძლებელი გახდეს ეს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება პაციენტებამდე ამის მიყვანა. დიდი მადლობა. აი ასეთი კითხვა ცოტა გაყურით თქვით უკვე, მაგრამ მაინც ცოტა მეტად რომ გაუსვათ ხაზი ბატონო ბახუტი წლევანდელი წელი მოგეხსენებათ ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მთავარი სლოგანი რომელიც აპრილში აღინიშნა იყო ერთად ჯანმრთელობისთვის და მხარში დაუდგეთ მეცნიერებას. აი აქ big pharma-ს როლი როგორი იქნება? ნუ იქ საუბარია რომ წლევანდელი წელი გამოცხადდა მე ვთქვათ ერთიანი ჯანმრთელობის წლად და ერთიან ჯანმრთელობაში მეტი ვთქვათ ინვესტიციები და ერთიან ჯანმრთელობაში მეტი კვლევები, სამეცნიერო კვლევები, მაგრამ ზოგადად სლოგანი იყო რომ ხარი დაუჭიროთ მეცნიერებას. აი აქ big pharma-ს, დიდი ფარმას როლი როგორ წარმოგიდგენიათ? ну როგორც მოგახსენეთ რავიდან ბატონო ამირან პირველ რიგში big pharma-ში საკმაოდ აი ამ კვლევებში, გამოცდილ კვლევებში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია დასაქმებული და როგორც გითხარით, ამას საკმაოდ ბევრს კიდევ ასაქმებს მის გარშემო, ხო, რომელიც ამ კვლევებთან რაღაც ირიბად არის დაკავშირებული. აი მაგალითად სტატისტიკა რომ მოგიყვანოთ 2022 წელს 280 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოხდა R&D-ში. Big Pharma-ის მიერ.
შეიძლება ხშირად მოისმინოთ ასეთი მოსაზრება, რომ აი გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ ფუნდამენტურ მეცნიერებას და ფარმაცევტული კომპანიები კი ამის კომერციალიზაციით ხელს ითმობენ. აი ამას საკითხზე მინდა შევჭერდე და აქ თვალნათლივ გამოჩნდება თუ როგორ ასტიმულირებს Big Pharma აი ამ კვლევას და მეცნიერებას. აი პრეპარატი, რომელიც FDA-ის მიერ მტკიცდება, NIH ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ ბიოსამედიცინო კვლევებთან რაღაც მართლა იქიდან იღებს სათავეს, ხო? მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფუნდამენტური მეცნიერება იკვლევს ძირითადად პათოლოგიის პროცესის ფიზიოლოგიას და ბიოქიმიას, რასაც პოტენციურად ახალი სამიზნეების აღმოჩენა მოყვება ხოლმე, მაგრამ აქედან წამლის შექმნამდე ძალიან შორი, რთული და ძვირი გზა არის გასავლელი. ზემოთ ვახსენე, რომ აი ამერიკაში როგორ ხდება ამის ინვესტიცია, სტატისტიკა რომ მოგიყვანთ 10 წლის მანძილზე NIH-მა, ხო, ეროვნულმა ჯანდაცვის ინსტიტუტმა დაახლოებით 120 მილიარდამდე ჩადო კვლევებში. ხშირად ეს 280 მილიარდს, რომელიც ერთ წელიწადში დებს ამას კოლექტიურად ინდუსტრია. 2008-2017 წლებში დამტკიცებული წამლების მხოლოდ 25% შემთხვევაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევის დოკუმენტირებული წვლილი ამ წამლის აღმოჩენაში და განვითარებაში. ეხლა იმ შემთხვევაში, როცა წამლის ან მისი სამიზნეს აღმოჩენა ხდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტიტუტის მიერ, ეს აღმოჩენა უფასოდ არ გადაეცემა ხო ინდუსტრიას და ხშირად ეს ხდება ლიცენზიის ინტელექტუალური საკუთრების გაკეთების საშუალებით, რასაც კოლოსალური თანხა შეაქვს უკან უბრუნებს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ინსტიტუტებს, ანუ საზოგადოებას და მე ეს თანხა ისევ კვლევებში ბრუნდება. ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ ფუნდამენტური კვლევების და მეცნიერების დაფინანსების 1%-ით გაზრდა იწვევს 1.7%-იან ზრდას კერძო სექტორის მიერ ჩადებულ თანხაში ამ დაფინანსებაში და აი $1, ყოველი $1 დახარჯული და ამერიკის სტატისტიკა მოგვაქვს ამ შემთხვევაში ფუნდამენტურ მეცნიერებებში ეს იწვევს დაახლოებით $2.5 უკუგვებას ფარმადან კერძო სექტორიდან, რომელიც ისევ სექტორში შედის. და ეს კიდევ დაახლოებით $8-მდე უფრო გრძელვადიან პერიოდში. გარდა ამისა, აი ეს კვლევების დროს იქნება ეს ეკოსისტემები, რომელზეც ვისაუბრეთ, ხდება ადამიანური რესურსების განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც ძალიან დიდი მასშტაბურებელი ეფექტი აქვს. ეს სიმბიოზური ურთიერთობა ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული და ძალიან გასაფრთხილებელია ჩემის აზრით. ანუ ეს აკადემიური სექტორის და კერძო სექტორის ურთიერთობა, სწორედ Big Pharma-ს და აკადემიური სექტორის ურთიერთობა, რაც ახლა NIH-ის მაგალითზე მოიყვანეთ, ერთ-ერთი საუკეთესო ასე ვთქვათ, ჩარჩო არის განვითარების, ასე ხო? დაახლოებით. კი ბატონო. აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ სპეციალური კანონმდებლობა შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ საშუალება მისცემოდათ აი ამ საზოგადოებრივი დაფინანსების ინსტიტუტებს, დაფინანსებულ კვლევით ინსტიტუტებს, აი ესეთი ლიცენზირების, პატენტის გაკეთების და შემდეგ აქედან ძალიან დიდი შემოსავალი შემოდის უფრო მეტი, ვიდრე კერძო სექტორიდან და ეს სიმბიოზი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ თქვა სხვა ქვეყნებშიც, საქართველოშიც რაღაც არსებობდეს ასეთი სისტემა, როდესაც მეცნიერება ახალისდება არა მხოლოდ სამედიცინო სახელმწიფოდან წარმოსული თანხებით, მაგრამ შესაძლებელი გახდება ასევე კერძო სექტორის მოზიდვა და ამას აუცილებლად განათლების რეფორმა ჭირდება და თქვენ იცით ძალიან კარგად, თუ რამდენად დიდი არის ადამიანური რესურსების როლი ასეთი ეკოსისტემების შექმნაში. მადლობა. მადლობა. ბატონო ბახუტი, ტექნოლოგიების განვითარებაზე მინდა გკითხოთ, თუ რა ტექნოლოგიებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენად განვითარდა ახალი წამლების შექმნაში ტექნოლოგიები ბოლო 30 წელიწადის განმავლობაში და მათ შორის რა პროგნოზები კეთდება თქვენ ალბათ უფრო უკეთიცით და აქვე გკითხავთ კიდევ ერთს ჩაგეკითხებით ამაზე თუ შეგიძლიათ რომ გვეპასუხოთ, ხომ არ შეგიძლიათ რომ მაგალითად დაგვესახელოთ რამდენიმე ისეთი მედიკამენტი, რომელიც ამ შემთხვევაში განსაკუთრებული პერსპექტიულობით გამოირჩევა და ასევე მნიშვნელობით ჯანმრთელობისთვის. კი ბატონო, მოდით მე უფრო ტექნოლოგიების განვითარებაზე გეტყვით, რამოდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. აი ეს ბოლო 30 წელი იკითხეთ. მოდით ავყოთ თქვა სამ პერიოდად. აი პირველი 10 წელი 95-დან 2005 წამდე ეს იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ დაიწყო გენომური რევოლუცია და ბიოლოგიური პრეპარატების შექმნა. ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს კოპერნიკულ გარდატეხად. ადამიანის გენომის პროექტმა
მილიარდობით სამიზნე აღმოაჩინა და მოლეკულური ინჟინერიის დაწინაურებამ დამატებით მოგვცა მონოკლონური ანტისხეულების სრული პოტენციალის გამოვლინის საშუალება. ხო, ბაზარზე გამოჩნდა ისეთი პრეპარატები, როგორიც არის თქვა ჰერცეპტინი ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, შემდეგ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რემიკადი. მე ვახსენე ადრე იმატინიბი, ეს იყო არაჩვეულებრივი პრეპარატი, რომელსაც თლიანი გარდატეხა მოახდინა ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის მკურნალობაში. ეს არ იყო ჩვეულებრივი პრეპარატი, ეს იყო ძალიან გარდაცვლა სიმპტომების მართვიდან პათოფიზიოლოგიური მიზეზების აღმოფხვრას. მეორე ათწლეული 2005-დან 2015 წლამდე გამოირჩეოდა უფრო სპეციალიზირებულ და დამიზნებით თერაპიაზე ფოკუსით. ეხლა რას ნიშნავს? გაიხსნა კარები გენურ თერაპიაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში 90 წლების ესე წმინდა თეორიული მეცნიერება გადაიქცა ყოველდღიურ რეალობად. გამოჩნდა RNA ნიშნავს რიბონუკლეარული მჟავის ინტერპრეტაცია, ასე ვთქვათ, ვინც იცის. აი ამის აღმოჩენამ პირველად მოგვცა საშუალება პათოლოგიური გენების დადუმების. აი ძალიან დიდი მიღწევა იყო ეს. აღსანიშნავია ონკოლოგიაში დამიზნებითი მცირე მოლეკულების დანერგვა, EGFR, VEGF ინჰიბიტორები შემოვიდა ბაზარზე, რომელმაც ეს ეპითელური წარმოშობის სიმსივნების მკურნალობაში გარდატეხა მოახდინათ, მათ შორის ოფთალმოლოგიაში, მაკულარული დეგენერაციის და ასეთ შემდეგ დაავადებების მკურნალობაში. ამავე პერიოდში სხვადასხვაშორის გამოვიდა PD1, PDL1 რეცეპტორებზე მოქმედი პრეპარატები, რომელსაც ვეძახით checkpoint inhibitors, ჩვენთან მას იმუნოთერაპიას უწოდებენ და ასევე გამოვიდა ამ პერიოდში GLP1 რეცეპტორებზე მოქმედი პრეპარატები, რომლებიც დღევანდელი სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების წინამორბედები არიან. და რა მოხდა ბოლო 10 წელი განმავლობაში 2015-დან 25 წლამდე. ეს პერიოდი არის დეკადა პლატფორმული ინოვაციების ერა. ინდუსტრია გადავიდა ერთი პრეპარატის კონცეფციიდან, აი პლატფორმულ ტექნოლოგიაზე, როცა ერთი ინსტრუმენტით, ერთი პლატფორმით, ათობით, ასობით სხვადასხვა დაავადების მართვა შეიძლება, ხო? აი განსაკუთრებით გამოყოფდი თქვენ ასე მკითხეთ, რომელი იყო აი განსაკუთრებულად ინოვაციური პრეპარატები. აი CRISPR გენომის რედაქტირებამ გენის მოდიფიკაციაში შესაძლებლობა აი რევოლუციურად შეცვალა. გამოჩნდა ამ ტექნოლოგიაზე შექმნილი პირველი თაობის გენეტიკური თერაპიები თალასემიის, დამგლისებური უჯრედის დაავადების და კისტოცური ფიბროზის წინააღმდეგ. ასევე mRNA ვაქცინები, რომელსაც ვეძახით COVID-ის ვაქცინა ყველა იცის, ასევე კიბოს ვაქცინები. კარ-თერაპიას ვეძახით უჯრედულ თერაპიას, როცა ხდება საკუთარი T-ლიმფოციტების გენეტიკური გარდაქმნა და შემდეგ ეს T-ლიმფოციტები თვითონ უმკლავდებიან კიბოს უჯრედებს. საინტერესო ცვლილება არის ასევე ონკოლოგიაში შემოვიდა ახალი წამლების ჯგუფი, რომელსაც ეძახიან antibody drug conjugate. ეს არის პრინციპში ანტისხეულები, რომელსაც ქიმიოთერაპიული ნივთიერება პირდაპირ სიმსივნურ უჯრედებში შეაქვს. დაახლოებით ტროას ცხენი, რომელმაც მოატყუა კიბოს უჯრედი და შეიტანა მომაკვდინებელი ქიმიკატი. ასეთივე დაახლოებით ლოგიკით არის შექმნილი რადიოგლიკანდული თერაპია. ეს არის პრეპარატი, რომელიც უერთდება კიბოს უჯრედის რეცეპტორს და მეაქვს რადიოაქტიული იზოტოპი, პატარა მიკრო ატომური ბომბი, რომელთაც უკრავდებიან სიმსივნის უჯრედებს. ეხლა რა მოხდება მომდენო 10 წლის განმავლობაში? უნდა ველოდოთ უფრო აი ამ ტენდენციების გაგრძელებას, უფრო დაინერგება ესე პერსონიფიცირებული თერაპია, ნაცვლად იმისა, რომ ერთი წამალი, თქვა ასობით, ათასობით ავადმყოფისთვის, უფრო აი წამალი მორგებული კერძო ავადმყოფზე, ეს იქნება ბრძოლა დაავადებების გამომწვევ მიზეზებთან, მის ძირეულ აღმოფხვრასთან, აი RNA ტექნოლოგია ძალიან დამაიმედებელია, იმიტომ რომ იძლევა ვაქცინების შექმნის საშუალებას კიბოს საწინააღმდეგო ხელოვნური ინტელექტი ჩაერთვება ამაში, მოკლედ მომდენო 10 წელი იქნება ძალიან დიდი გაფრთხილება. რა იქნება ხელოვნური ინტელექტის როლი აქ უფრო ახლა? Big Pharma-ში. აი, სანამ ამას უფრო დეტალურად გავცემდე პასუხს, მინდა გითხრათ, რომ აი რამოდენიმე კვირის წინ Novartis-ის CEO შეუერთდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის კორპორაციის Anthropic-ის დირექტორთა საბჭოს, რაც ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს. მოდი ვისაუბროთ, რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს, რას უნდა ველოდეთ და რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ინდუსტრიაში.
პირველ რიგში მედიკამენტების სამიზნეების გამოვლენა. დავადებასთან დაკავშირებული გენების, პროტეინების, ბიოლოგიური ჯაჭვების სწრაფი და ეფექტური გავლენა გამოვლენა ხდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რასაც ძალიან დიდი ბაზების, რომელსაც ესახიან multi-omics გაშიფრვა ჭირდება. ამას ადამიანის ინტელექტი და დღევანდელი ტექნოლოგიები, უბრალოდ გუშინდელი ტექნოლოგიები ვერ გაართმევენ თავს. მეორე არის მოლეკულების დიზაინი. ესე გენერაციული ან შემოქმედებითი ხელოვნური ინტელექტის მიერ ახალი წამლის კანდიდატი თითქმის ნულიდან შეიძლება შეიქმნას. ნაცვლად ეს არსებული მოლეკულების ბიბლიოთეკაში არსებული მოლეკულების სკრინინგისა და მორგებისა, რომელსაც ძალიან დიდი დრო ჭირდება. მესამე პროტეინის სტრუქტურების წინასწარი მოდელირება. ნებისმიერი პროტეინის სამგანზომიერი სტრუქტურის მოდელირება შეიძლება ინტელექტის საშუალებით და ისეთი სამიზნეები შეიძლება ამითი დავიფხროთ, რომლის შესრულებაც ადრე არ იყო. ხდება ვირტუალური სკრინინგი და ტოქსიურობის წინასწარი გამოთვლა, რაში ძალიან გვეხმარება. უკვე არსებული პრეპარატებისათვის ახალი გამოყენების სფეროების სწრაფი მოძებნა. კლინიკურ კვლევებში გვეხმარება ძალიან ხელოვნური ინტელექტი, პაციენტთა უფრო ადვილი იდენტიფიცირება შეიძლება მოხდეს და ესე ვთქვათ, როგორც ეძახიან, ადაპტირებული დიზაინის კლინიკური კვლევების ჩატარება. კლინიკური კვლევის ადაპტაცია ხდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს, რასაც მოქნილობას კლინიკური კვლევებისას ძალიან ზრდის. უნდა აღვნიშნო ბიომარკერების უფრო ადვილი აღმოჩენა, როგორც ერთ-ერთი შედეგი ამ ხელოვნური ინტელექტის ჩართვისა ფარმაში, ამის საშუალებით უფრო ადვილია წინასწარ განსაზღვრა, რომელი პაციენტი როგორ უპასუხებს მკურნალობას და ამ მკურნალობის უფრო ინდივიდუალიზაციის და ეფექტურობის ამაღლების საშუალება გვეძლება. ძალიან ხშირად ვიყენებთ ამას რეგულატორული დოკუმენტების პაკეტების უფრო ავტომატური მომზადებისათვის, რასაც ძილი ძალისხმევა ჭირდებოდა. საინტერესო არის კიდე ერთი რამე, ციფრული ტყუპის ცალის შექმნა. ეს იქნება, ასე ვთქვათ, ვირტუალური ციფრული ადამიანის სიმულაცია, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს კლინიკურ კვლევებში ნამდვილი ადამიანი და რაც განსაკუთრებით დაგვეხმარება უფრო იშვიათი დაავადებების სფეროში წამლების შემუშავებაში. ეს მუშაობს უკვე ეს ციფრული ტყუპის? ეს არა, ჯერჯერობით არ მუშაობს, ესე თქვენ მკითხეთ რა პოტენციალი აქვს და ზოგადად ამაზე არის, რა თქმა უნდა, მუშაობა ჯერ არ არის დანერგილი ესენი, მაგრამ ამის რეალობა იმით შეიქმნა საჭიროება, რომ ზოგიერთი დაავადებები არის ისეთი, რომელიც არის თქვა 100,000-დან. ასეთი კლინიკური კვლევების ჩატარება ძალიან ძნელია. სხვადასხვა უკვე გამოვიდა ბაზარზე კლინიკური სფეროში არის მედიკამენტები, რომლებიც თითქმის მთლიანად ხელოვნური ინტელექტით შეიქმნა. მაგალითად, რენტოსერტიპი, ასეთი წამალი, რომელიც მეორე ფაზის კლინიკურ კვლევებშია და თითქმის როგორც სამიზნის აღმოჩენა, ასევე მოლეკულის სინთეზი მოხდა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რასაც 30 თვე დაჭირდა. ნაცვლად 10-15 წლისა, რასაც აქამდე დაჭირდებოდა. ახლა კიდე რამოდენიმე დღის წინ მქონდა ესეთი სტატია, სადაც წავიკითხე, რომ დაახლოებით 3000 წამალი არის უკვე შემუშავების სხვადასხვა ფაზაში, კლინიკურ პროგრამებში ჩაშვებული, სადაც ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული. ახლა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ადრეულ პრეკლინიკურ სტადიაში გამოიყენება და ნაკლებად კლინიკურში, მაგრამ ალბათ შორს არ არის ის დრო, როცა უფრო ფართო დაინერგება უფრო ესე ვთქვით კლინიკურ ფაზაში გამრის განვითარების ხელოვნური ინტელექტი. მოკლედ ამის შესაძლებლობები ძალიან დიდია და დღეს შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ და განსაზღვროთ თუ რამდენად შეიძლება ეს დაგვეხმაროს მომავალში. დიდი მადლობა. ბატონო ბახუტე, ვიდრე დასასრულისკენ შემაჯამებელ კითხვას დაგისვამთ, თქვენი ინფორმაციით არის თუ არა ქართული დიასპორა დღეს ჩართული აი ამ მიმართულებებით, რაზეც ვსაუბრობთ საქმიანობაში, ანუ ის ქართველები არიან თუ არა წარმოდგენილი Big Pharma-ში? ქართველები სხვადასხვის გლობალურად ჯანდაცვის სექტორში იმაზე უფრო მეტად არიან წარმოდგენილი, ვიდრე მოსალოდნელი ასეთი პატარა ქვეყნისათვის. უფრო მეტად ვართ ჩართული გლობალურ ჯანდაცვაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, განსაკუთრებით ეს 90-იანი წლების კურსდამთავრებულები და კლინიკურ მედიცინაში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფარმაში გაცილებით ცოტანი ვართ, აი მე ყველაზე გვიან შემოვერთდი ალბათ ამ სფეროს,
მაგრამ შვეიცარიაში მაგალითად მე ვიცნობ ჩემს გარდა კიდევ 3 ადამიანს, რომელიც დიდ ფარმაშია ჩართული, ქართველი. მინდა აღვნიშნო ჩვენი ძალიან საამაყო ქართული ეკა აცათიანი, რომელიც ერთ-ერთ ბიოფარმაცევტულ კომპანიაში აი ამ ახალი წამლების განვითარებაზე მუშაობს, პრეკლინიკურზე, ადრეულ სტადიაში, როშეში არის კიდევ 2 კოლეგა. ასე რომ ნაწილობრივ წარმოდგენილი ვართ, მაგრამ ეს წარმოდგენილი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში უფრო მეტი. როგორც არის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. მადლობა. და როგორ შეიძლება ბოლო კითხვა ვატნობა ხუთი რომ აი ეს თქვენი უზარმაზარი პოტენციალი ჩვენი გადაცემების რაც ნინის და მე მიყვავს ახლა BMG-ზე ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გახლავთ დიასპორის მაქსიმალურად წარმოჩენა ქართველი მაყურებლის წინაშე და საქართველოს მოსახლეობის წინაშე. აი როგორ შეიძლება რომ მეტი ჩართულობა იყოს თქვენი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. ის გამოცდილება, რაც თქვენ მიიღეთ ჯანდაცვის სისტემებში, დღეს Big Pharma-ში, მეცნიერებაში, უფრო მეტად რომ იყოს ქვეყნისთვის, ვთქვათ, მხარდაჭერის საშუალება. ბატონ ამირიან, ძალიან ბევრს ვიცნობ დიასპორის წარმომადგენელს და ყველას თითქმის ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ რაღაც გარკვეულწილად სრული შეიტანოს, დაეხმაროს თავის სამშობლოს, ჩაერთოს პროცესებში. ამის მიზაობა არის, ну, რა თქმა უნდა, ყველა ცოტა ინდივიდუალური კორპორაციული ჩარჩოები გვაქვს, ეხლა რა შეიძლება და რა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კერძო სექტორში ხარ, მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებელი გამოცდილების გაზიარება, რჩევა პროექტებში, ჩართვა და ეს ორმხრივი ურთიერთობები. მაგრამ ამ შემთხვევაში ინტერესიც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, საქართველოდაც. მე ვფიქრობ, რომ ამის უფრო მეტი პოტენციალი იყო, ცოტა ადრე და მეტი ინტერესი მოდიოდა ოფიციალური სტრუქტურებიდან, რამდენიმე პროგრამაც გახორციელდა, მაგრამ გაგრძელება არ ქონდა. ეხლა ნაწილობრივ იმიტომ, რომ საქართველოსი ზოგიერთ წრეში გაჩნდა ასეთი აზრი, რომ აი რამათ რა თქმა უნდა გვასწავლონ საქართველოში არ ყოფილან დიდი ხანი არიციან აკაური სიტუაცია და ასე შემდეგ. ნაწილობრივ შეიძლება მართალიც იყვნენ, იმიტომ რომ ასეთი თანამშრომლობა ძალიან დიდ ტაქტს, დიპლომატიას მოითხოვს ორი მხრიდან მოქნილობას, რომ არ წარმოუჩინდე როგორც ზედმეტი ჯგუფის სწავლებად და ჩვენში ძალიან გავრცელებული, ესე ვთქვათ, გამწადებული თავმოყარეობას არ შეულახო ვინმე. ეს absoliut გასაგებია, მაგრამ აი ესეთი წახალისება მაინც უნდა მოდიოდეს, მე მგონი, უფრო ოფიციალური სტრუქტურებიდან, ინსტიტუტებიდან და დარწმუნებულად არის ძალიან დიდი მზაობა. აი ჩვენი გადაცემებით სწორედ ნაწილობრივ ეძღვნება ამ საკითხს და დიდი მადლობა მონაწილეობისთვის კიდევ ერთხელ ამ საინტერესო გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა გესურვებთ წარმატებებს და შეიძლება კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს. აუცილებლად შევხვდებით და გელით უკვე საქართველოში და სტუდიაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ბახტი შენგელია გლობალური ჯანდაცვის ექსპერტი იყო დღეს ჯანდაცვის სტანდარტში სტუმრად და მადლობა მას კიდევ ერთხელ მისი დროისთვის.